დღეს ჩათვლით უკვე 58 ვარსკვლავსაც ვია ჩვენი სამოსი ჰოლივუდში. ეხა უნდა მომიყვა შენ რანაირად მოახერხე და რანაირად შემოსე კენდალ ჯენერი, კეტი პერი, კრისტინა აგილეირა, ხო? მართლა რას თქარაკო? მე არ ვიცოდი. მოდი დავიწყოთ იქედან რომ თავიდანვე. ბაღში ვიცოდი უკვე რომ უნდა ყოფილიყავი დიზაინერი, მაგრამ ყოველთვის თავში მქონდა რომ ჩემი ოცნება იყო რომ ვარსკვლავებს ჩაეცვათ. ჩემი ოცნება იყო რომ ჩემი ტანსაცმელები მენახა სცენაზე. აი მახსოვს დინასტიას უყურებდი ფილმს, ესეც სერიალი იყო და ეს ჩემი ძალიან დიდი ინსპირაცია იყო მე მაგაზე კიდევ კი, ჯონ კოლინსი. საოცარი ქურქები ეცვა მაქალს. კი, საოცარი ქურქები და საოცარი ფერები. მოკლედ ბავშვობიდან მინდოდა რომ ჩემი სამოსი ცმოდა ვარსკვლავებს. პირველი ჩემი სამოსი ვარსკვლავებიდან ჩაიცვა მეისი გრეი. მართლა? კი, 2010 წელს. და მეისი გრეი არის ჩვენი ბავშვობის კუმირი. აი, კი, კუმირი. აი, კი, ჩამოსული რომ იყოს 2000 წელს მე ახალი გახსნილი მქონდა მაღაზია. კერავმა არასწორად შეკერა მოკლედ კაბა. ვუყურებ ამ კაბას და ვფიქრობ, რა ეს კაბა არის ზუსტად მეისი გრეის. აი, მეისი გრეის ბათუმში და მე ეს კაბა უნდა ვაჩუქო მეისი გრეის და მოხდა ისე რომ ჩემი მეგობრების საშუალებით გადავეცი ეს კაბა. მახსოვს რომ არც პარკი არ მქონდა, არც ბრენდი არ მქონდა, არაფერი. ბალიშვები მქონდა დაბრენდილი თაკო მექვაბის ერთადერთი ეს და სხვათა შორის ჩემი ქმარი მაწოდებს ხოლმე ზოგჯერ და აი მითხარა აი მოდი ესე გააკეთე ამაში ჩადე ავიღე ეს ბალიში გადავჭერი თასმები გავუკეთე და ესე ჩავდე ეს კაბა და გავუგზავნე. მოკლედ მეორე დღეს მახსოვს რაღაცა გადაღება მქონდა. დილით მირეკავს ტელეფონი და პასუხობ ჩემი მეგობარი იყო ლევანი და ლევანი მეუნება რომ თაკო მეისი გრეის უნდა შენთან ლაპარაკი და ვაიმე რა დამემართა მეთქი საწავი და რუსთაველზე ვიყავ ვაიმე რა ვქნა მეუნებოდა რომ აი საიდან მიხვდიო ზომაო ფერიო მე რომ მომწონსო ისეთი აი ბუმბულები მოსწონს რა მას ძალიან და ქსოვილიდან მქონდა რაღაც იმიტაცია ბუმბულების გაკეთებული და ნუ მოკლედ გაგიჟდა და გადაიდე და მიყვარხარ და ნუ მეც მიყვარხარ და ტიროდი აი ეს იყო ჩემი პირველი ვარსკვლავისთან როგორი ურთიერთობა კომუნიკაცია